მოგესალმებით კოლეგებო, გესალმებით ამ წელს საზოგადოებას. Როგორც ხედავ, სტაჟიორების წესრებიან ჩვენი კომიტეტის გაერთიანებული კომიტეტების ხდომას, რაც ძალიან სასიხარულო და მისასალმებელია. გისურვებთ წარმატებას თქვენს საქმიანობაში, თქვენს მათ შორის სწავლაში, თქვენს მიერ გაზიარებაში იმ გამოცდილებისა, რომელიც უხვად არის საქართველოს პარლამენტის აპარატში. და შემდგომ კიდევ უკვე გისურვებთ, რომ გქონოდეთ კარგი კარიერა, კარგი ცხოვრება, ისე როგორც თქვენ ჩაიფიქრებთ. ჩვენ რაც შეგვიძლია, იქნებით თქვენს გვერდით, რომ ჩვენს თუ რამე გვაქვს გადმოსაცემი თქვენსადმი, რომ გადმოგცეთ აუცილებლად არ დავიზარებთ ამ ყველაფერს. გისურვებთ წარმატებებს. რაც შეეხება სხვა საკითხს და მთავარ საკითხს, რისთვისაც ჩვენ დღეს შევიკრიბეთ, ეს არის გაერთიანებული კომიტეტის ხდომა. ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ერთობლივების ხდომა, განსახილველი საკითხი ერთი არის, ეს არის 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტი, თანდართული დოკუმენტი ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2026-2029 წლებისთვის და მოხსენება საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ წარმოდგენილი არის კანონით გათვალისწინებული წესით. ამხსენებელი გახლავთ ბატონი გიორგი კაკაურიძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე. კოლეგებო, გთხოვთ რომ დავამტკიცოთ დღის წესრიგი. დიდი მადლობა. ასევე მეგობრებო, ადამიანის უფლებების დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნდა დავამტკიცოთ დღის წესრიგი, ქორუმი გვაქვს და ჩვენ გაერთიანებული კომიტეტების ფარგლებში განვიხილავთ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტს სტანდარტულ დოკუმენტთან ერთად, ვინ არის თანახმად რომ უყაროთ კენჭი დღის წესრიგს. დიდი მადლობა, მოხსენებელი არის ბატონი გიორგი კაკაურიძე და გთხოვთ უკვე გაგვაცნოთ შესაბამისი დოკუმენტი. დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. დღეს არამხოლოდ დღეს ამ კვირის განმავლობაში ბევრი თქვენგან მოისმინა ჩემგან ეს მოხსენება და მათ შორის დღესაც მოგიწიათ, თუმცა კიდევ ერთხელ მომიწევს, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე შესავლის გარეშე პირდაპირ გადავალ თქვენის რეპორტით 2026 წლის ძირითად პარამეტრებზე, დავიწყებ ეკონომიკური პარამეტრებით, ჩვენ მომდევნო წლის ბიუჯეტი დავგეგმავთ უბრალოდ 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, ეს როგორც ყოველთვის შედარებით კონსერვატიული დაგეგმვაა და შემდგომში უკვე გადამუშავებულ ვერსიაში, ანუ უკვე მომდევნო წლის ფაქტიური მაჩვენებლების გათვალისწინებით შესაძლებელია კიდევ გადაიხედოს. მომდევნო წელს ქვეყნის ეკონომიკა ნომინალურ გამოხატულებაში გადააჭარბებს 110 მილიარდ ლარს და იქნება დაახლოებით 110.5 მილიარდი ლარი. მომდევნო წლებში 2029 წლამდე საშუალო ეკონომიკური ზრდა გვაქვს 5.3% და ქვეყნის ეკონომიკაც ზარდი იქნება 140 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. რაც შეეხება ნაერთი ბიუჯეტის ზოგად პარამეტრებს, ამ ეკონომიკური ზრდის დაშვებიდან გამომდინარე, ჩვენ მომდევნო წელს განსაზღვრული გვაქვს საგადასახადო შემოსავლები 26 მილიარდ 800 მილიონი ლარის ოდენობით, ბიუჯეტის დეფიციტი ჩვენ შენარჩუნებული გვაქვს 2.5%-ის დონეზე, ვალის მაჩვენებელი კლებადი ტენდენცია გრძელდება და ჩამოდის 35%-ზე ქვევით, 34.9%-იან მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში და ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლევს საშუალებას ნაერთი ბიუჯეტიდან მომდევნო წელს ჯამური ხარჯის მაჩვენებელი იყოს 35.5 მილიარდი ლარი. ნაერთი ბიუჯეტიდან მოგახსენებთ ინფრასტრუქტურაზე მიმართულ თანხებს, დანარჩენს უკვე სამინისტროების მიხედვით გავყვებით თქვენის რეპორტით. ჯამში მომდევნო წელს 7.6 მილიარდი ლარის დახარჯვა პროგნოზირებული და გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურაზე მიემართება 1.2 მილიონი ლარი, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 2 მილიარდ 600 მილიონი ლარი, წყალმომარაგების და წყალარენების სისტემის მშენებლობა რეაბილიტაციაზე 570 მილიონი ლარი, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე 820 მილიონი ლარი, სპორტული ინფრასტრუქტურა 200 მილიონი ლარი და ტურისტული ინფრასტრუქტურა 150 მილიონი ლარი. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრებს, სახელმწიფო ბიუჯეტს დავიწყებ შემოსულობების ნაწილში. მომდევნო წელს დაგეგმილი ფინანსური რესურსების მობილიზება ჯამურად შეადგენს 30 მილიარდ 290 მილიონ ლარს. ეს არის ჯამური შემოსულობები. მათ შორის ძირითადი წილი არის შემოსავლები 24 მილიარდ 600 მილიონი ლარი, საიდანაც
საგადასახადო შემოსავლებს უჭირავთ უდიდესი წილი 23 მილიარდ 30 მილიონი არის სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილში საგადასახადო შემოსავლები, გრანტების სახით გვაქვს 219 მილიონი ლარი, სხვა შემოსავლები 1 მილიარდ 350 მილიონი ლარი. პრივატიზაციის ნაწილში მომდევნო წელს სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღებს 200 მილიონ ლარს, ხოლო სახების დაბრუნების სახით მივიღებთ 280 მილიონ ლარს. რაც შეეხება ვალდებულებების ნაწილს, მომდევნო წელს დაგეგმილია ფასიანი ქაღალდების ემისია 1 მილიარდ 800 მილიონი ლარის ოდენობით, ეს არის წმინდაც და რაც მოხდება მომდევნო წლის განმავლობაში. საინვესტიციო კრედიტების ათვისება არის დაგეგმილი 1 მილიარდ 421 მილიონი ლარის ოდენობით, ხოლო ბიუჯეტის მხარდაჭერილი კრედიტები 620 მილიონი ლარის ოდენობით. რაც ახალი გვაქვს 2026 წელს, წლევანდელი განაწილებისგან განსხვავებით არის ევრობონდების ემისია, ჩვენ 2026 წელს გვიწევს დავფაროთ 2021 წელს გამოშვებული ევროობლიგაციები დაახლოებით 500 მილიონი დოლარის ოდენობით, შესაბამისად ბიუჯეტი ითვალისწინებს 1 მილიარდ 370 მილიონი ლარის როგორც ეს ვალის აღების ნაწილში, ასევე მისი დაფარვის ნაწილში გათვალისწინებას, რაც გულისხმობს, რომ ჩვენ წლის დასაწყისში უზრუნველყოფთ ახალი ევროობლიგაციების გამოშვებას და ძველი 2021 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების დაფარვას. გარდა იმ რესურსებისა, რომელიც წლის განმავლობაში იქნება მობილიზებული, ჩვენ დეპოზიტებზე არსებული თანხის გამოყენებასაც ვფიქრობთ დაახლოებით 175 მილიონი ლარის ოდენობით და ჯამში ჩვენ 185 მილიონი ლარის ოდენობით ბოდიში და ჯამში ჩვენ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გვექნება 30 მილიარდ 475 მილიონი ლარი. რაზე ნაწილდება ეს თანხები? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი ბიუჯეტის მქონე სამინისტრო არის ჯანდაცვის სამინისტრო, ჯამში მისი ბიუჯეტი შეადგენს 9 მილიარდ 620 მილიონ ლარს, 800 მილიონიანის და გვაქვს ამ შემთხვევაში და ამ 800 მილიონიანისიდან უდიდესი ნაწილი, რა თქმა უნდა, მიდის საპენსიო უზრუნველყოფაზე. მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამები თითქმის 7 მილიარდ ლარს შეადგენს და აქედან უდიდესი ნაწილი 5 მილიარდ 15 მილიონი ლარი არის ასაკობრივი პენსიონერების საპენსიო უზრუნველყოფა. კერძოდ 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარი და იქნება 370 ლარი. მაღალმთიან დასახლებებში მათი ამ პენსიის მოცულობა იქნება 454 ლარი. 70 წლის და მეტი ასაკის პირებისათვის პენსია გაიზრდება 45 ლარით, იქნება 495 ლარი და შესაბამისად მაღალმთიან დასახლებებში მისი მოცულობა იქნება 594 ლარი. რა თქმა უნდა, პენსიის ზრდის პარალელურად მოხდება გადაანგარიშება სახელმწიფო კომპენსაციების, რომელიც ძირითადი ბენეფიციარები არიან ყოფილი პოლიციელები, ჯარისკაცები და სხვა კანონით განსაზღვრული პირები და იგივე ინდექსაციის ფორმულის შესაბამისად იგივე მოხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შემთხვევაშიც 18 წლამდე და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პენსია გაიზრდება 45 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიების შემთხვევაში გაიზრდება 20 ლარით. ჯამში მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარებების ნაწილში გათვალისწინებულია 1 მილიარდ 721 მილიონი ლარი, ასევე შეღავათები მაღალმთიან დასახლებებში ეს კანონით არის დადგენილი 134 მილიონ ლარზე მეტია და სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვის უნვის პროგრამები, ტრადიციულად ეს პროგრამები არის მზარდი და მომდევნო წელს შეადგენს 112 მილიონ ლარს. ჯანდაცვის ნაწილში ჩვენ გამოყოფილი გვაქვს 2 მილიარდ 36 მილიონი ლარი ჯანდაცვის პროგრამებზე და გარდა ამისა 80 მილიონი ლარი გათვალისწინებულია სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაციისა და მათი აღჭურვის ნაწილში. იძულებით გადაადგილებული პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობის კუთხით გამოყოფილია 263 მილიონი ლარი. განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით უშუალოდ სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 2 მილიარდ 615 მილიონ ლარს, თუმცა მოგეხსენებათ სამინისტროს ფუნქციების ნაწილი გადანაწილდა ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და რეგიონული განვითარების სამინისტროზე, შესაბამისად თუ ამ ფუნქციებს დავაჯავებთ სამინისტროს მიხედვით, ჯამში არის 3 მილიარდ 228 მილიონი ლარი, მათ შორის სამინისტროს დაფინანსებაში ძირითადი წილი რა თქმა უნდა უჭირავს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დაფინანსებას 1 მილიარდ 885 მილიონ ლარზე მეტია ამ ნაწილში და ასევე გამოყოფდი ინკლუზიური დაფინანსების ნაწილში, ინკლუზიური განათლების დაფინანსების ნაწილში 93 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. კულტურის სამინისტრო 319 მილიონი ლარი, სპორტის დაფინანსებაზე 295 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვის გამოყოფილია 3 მილიარდ 97 მილიონი ლარი და ინფრასტრუქტურულ პროექტებს აღარ ჩამოყვები ეხან ჩამოთვალე ძირითადი მიმართულებები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 855 მილიონი ლარი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 1 მილიარდ 152 მილიონი
მილიონი ლარი, იუსტიციის სამინისტროს შემთხვევაში გვაქვს ჯამურად 452 მილიონი ლარი, მათ შორის ყველაზე დიდი წილი ამ სამინისტროში რა თქმა უნდა უჭირავს პენიტენციარული დაწესებულებების დაფინანსებას 313 მილიონი ლარია გათვალისწინებული და ამ 313 მილიონი ლარიდან მათ შორის 11 მილიონი ლარია გათვალისწინებული ბრალდებულთა და მჟავდებულთა სამედიცინო მომსახურებით უზრუნველსაყოფად. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილია 1.473 მილიონი ლარი, სასამართლო სისტემას და პროკურატურას მოგახსენებთ ცალკე, პროკურატურისთვის გამოყოფილია 95.5 მილიონი ლარი, ხოლო სასამართლო სისტემისთვის ჯამურად გამოყოფილია 200 მილიონ ლარზე მეტი 202.5 მილიონი ლარი, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს შემთხვევაში გამოყოფილია 7.5 მილიონი ლარი, უზენაესი სასამართლო 22 მილიონი ლარი, საერთო სასამართლოები 160 მილიონი ლარი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო 13 მილიონი ლარი. აქვე მოგახსენებთ იურიდიული დახმარების სამსახურს, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 15.500.000 ლარს, სახალხო დამცველის აპარატისთვის გამოყოფილია 10.8 მილიონი ლარი, პერსონალურ მონაზვნთა დაცვის სამსახურისთვის 9.5 მილიონი ლარი და სხვა დანარჩენ უწყებებს თქვენ ისრებათ აღარ ჩამოყვები, წარმოქმნილია თქვენს წინაშე თუ რომელიმე მიმართულებით კითხვები გაქვს, რა თქმა უნდა, მზად ვარ ნებისმიერი უწყების კუთხით ამ კითხვებზე გიპასუხოთ. აქ მინდა დავასრულოთ ჩემი მოგხსენებათ ეს არის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი. ჩვენ მზად ვართ თქვენთან ერთად, შესაბამის უწყებებთან ერთად, კომიტეტებთან ერთად გავაგრძელოთ მუშაობა მომდენო თვენახევრის განმავლობაში იმისათვის, რომ ნოემბრის ბოლოსთვის გქონდეს უკვე შეჯერებული ბიუჯეტი, რაც 2026 წლისთვის გვექნება. დიდი მადლობა. კითხვა არ მაქვს ბატონო გია, წელს ბიუჯეტთან დაკავშირებით ესე დაემთხვა უფრო მინდა შეფასება გავაკეთო. ვინაიდან მოგეხსენებათ კოლეგებო, ასევე საზოგადოებასაც კარგად მოეხსენება, რომ საქართველოს პარლამენტში ყოველწლიურად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც განვიხილავთ და რაზეც გადაწყვეტილებას ვიღებთ, ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების პროცესი და პირველ რიგში მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო ფინანსთა სამინისტროს შემადგენლობას, ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობას, ვინაიდან ფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი არის შემოშავებული, ეს დოკუმენტი არის ერთ-ერთი საფუძველი იქნება ისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური განვითარება, კეთილდღეობა და უსაფრთხოება მაღალი ტემპებით იქნება უზრუნველყოფილი და ყველა ის პროგნოზი, რაც ჩვენ საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციებიდან გვაქვს საქართველოს ეკონომიკური განვითარებასთან დაკავშირებით, სწორედაც რომ რეალურად უკვე კონკრეტული ფაქტებით, სახსრებით და რესურსების გადანაწილებით არის ასახული ამ დოკუმენტში, რაც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება, სწორედაც რომ ჩვენი ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღის უზრუნველყოფის. და აქედან გამომდინარე, სწორედ იმიტომ, რომ ბიუჯეტის დამტკიცება პასუხობს პირველ რიგში ჩვენი საზოგადოების საჭიროებებს და ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს, ამიტომაც არის განსაკუთრებული მაღალი პასუხისმგებლობის დატვირთვის მქონე თითოეული ჩვენთაგანისთვის. მე რამდენიმე საკითხს აღნიშნავ თქვენის ნებართვით. პირველი მივესალმებით იმას, რომ სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვის ზრუნვის პროგრამის ზრდა რეკორდული პლუს 17 მილიონი ლარით არის უზრუნველყოფილი და საბოლოო ჯამში 112 მილიონ ლარს შეადგენს. უკვე გადაცდა ამ ხრივ 100 მილიონიან ნიშნულს, მაშინ როდესაც ჩვენ გვახსოვს, რომ 20 მილიონიც არ იყო ამ ბიუჯეტის, სრული ბიუჯეტის და ეს რას ნიშნავს, რომ ეს არის ის პროგრამა, რომელიც არის ქვეპროგრამებისნაირთი, რის მეშვეობითაც სახელმწიფო შესაბამის სერვისებს აწვდის სხვადასხვა კატეგორიის მოწყვლად ჯგუფებს, ძირითადად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს და ამიტომ ეს საკითხი ჩვენი დაკვირვების ყოველწლიურად ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი არის და ის მატება, რაც აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, თითოეული თეთრი მოხმარდება სწორედაც, რომ შეშემოპირთა უფლებების დაცვას, ვინაიდან ჩვენ ეფექტური, სწორად დაგეგმილი სერვისებით ვიცავთ პირველ რიგში ადამიანის უფლებებს და აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ მოგეხსენებათ 2020 წელს, როდესაც ჩვენ ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა ჩავატარეთ, ეს არის როდესაც შეშემოპირთა უფლებების შესახებ ახალ კანონს დაუჭირეთ მხარი, აქ ქონდა ასევე პერსონალური ასისტენტის ინსტიტუტის გაძლიერების საკითხი და დღეს უკვე ეს საკითხი კონკრეტულ გადაწყვეტილებებში არის გადაქცეული, რაც ჩვენთვის არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და
მხრივათაც გვაქვს საკმაოდ შთამბეჭდავი ზრდა ბიუჯეტში, შემდეგ მოგეხსენებათ ამ ბიუჯეტის დელეგირება მოხდება მუნიციპალიტეტებში და მუნიციპალიტეტები განახორციელებენ უკვე ამ სერვისს და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია სწორედაც რომ დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფისათვის შშმ პირთათვის. ასევე მივესალმებით, დაახლოებით 10 მილიონიანი ზრდა არის ინკლუზიური განათლების პროგრამაში, ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან სწორედაც რომ ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი არის სრულფასოვანი განათლების მიწოდება ყველა კატეგორიის ადამიანისათვის, განსაკუთრებით შშმ პირებისათვის და ამავდროულად ეს, რა თქმა უნდა, არ არის სრული თანხა, რომელიც ინკლუზიურ განათლებას ხმარდება, ვინაიდან ასევე პროცესში არის ინფრასტრუქტურული პროექტები, სკოლების კეთილმოწყობა, უნივერსალური დიზაინის პრინციპებიდან გამომდინარე და ამ მხრივათაც ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი დინამიკა. ასე რომ საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ეს დოკუმენტი სწორედაც რომ ასახავს იმ გამოწვევებს და საჭიროებებს, რომელიც არის დღეს ქვეყანაში და ასევე ნამდვილად იქნება ერთ-ერთი გარანტია იმისა, რომ ის პროგნოზები, პოზიტიური პროგნოზები, რაც არსებობს, იქცევა რეალურ ციფრებად და ამ პროცესს ვერავინ და ვერაფერი ვერ შეუშლის ხელს. აქვე აუცილებლად მინდა გადაუხადო მადლობა ყველა სახელმწიფო უწყებას, სამინისტროებს, ვინც ჩართული იყვნენ ამ საკითხების დაყენებაში და მის ვთქვათ გადაჭრაში ერთობლივი ნამუშევარია, რა თქმა უნდა, და თითოეული თქვენთაგანის მიერ გაწეული შრომა ძალიან დასაფასებელია ჩვენი მხრიდან და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ერთადერთი პოლიტიკური გუნდი საქართველოში არის ქართული ოცნება, ვინც პასუხისმგებლობით ეკიდება როგორც ჩვენი მოსახლეობის ნებას და საჭიროებებს, ისევე ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებელ სხვა მიმართულებასაც. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო და რა თქმა უნდა ჩვენი კომიტეტის მხრიდან იქნება დადებითი დასკვნა ასახული, აქ უკვე აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ სოციალური პაკეტი იზრდება, ჩვენ გვახსოვს ნაწილობრივ ამ დაკავშირებით ქონდა ხოლმე მუდმივად დისკუსია, მაგრამ ის სიკეთე, რაც ოსტედ ინდექსაციამ გამოიწვია, სწორედ ამ ბიუჯეტში უკვე ასახული არის და ბოლო წლებში ეს საკითხი უკვე ამ მხრივ ნამდვილად დადებითად არის შეფასებული და ბოლოს, რა თქმა უნდა, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი თემით დავთავრებ, ეს არის პარალიმპიური მოძრაობა და მე მოხარული ვარ, რომ ამ მხრივათაც გვაქვს დამატებითი ვთქვათ ზრდა და ზრდა სწორედ იმ კონტინგენტში, იმ ნაწილში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პარასპორტსმენების სპორტულ წვრთნას, განვითარებასა და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას ხმარდება. და რა თქვა ადმინისტრაციული ან სხვა ხარჯები. ეს არის სწორედ ის ხარჯები, რომელიც უშუალოდ პარასპორტსმენებზე იხარჯება და აქაც 9 მილიონიანი ზრდა ფიქრობ, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ გვახსოვს, ოდესაც სულ რაღაც 27,000 ლარი იყო 2012 წელს მაგალითად მნიანი ბიუჯეტი პარალიმპიური მოძრაობის, ოდესაც დღეს უკვე ხედავთ, რომ მხარდაჭერის პარალელურად შედეგები სულ უფრო მზარდი და უფრო საამაყოა თითოეული ჩვენთაგანისთვის. ასე რომ, რა თქმა უნდა, ის ეხა ჩვენ ვისაუბრეთ და აღვნიშნეთ, იქნება ასახული იმ დასკვნაში, რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მოამზადებს. მადლობთ. მადლობა თანად. რა თქმა უნდა, შეიძლება რომ არ გამოვხმაუროთ სულ რამდენიმე დოკუმენტია იდეაში, რომელსაც შეიძლება უმნიშვნელოვანესი ეწოდოს, რომელსაც იღებს ხოლმე საქართველოს პარლამენტი ყოველწლიურად, რომელიც ამ მიღებაც პირდაპირ გავლენას ახდენს საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე და ჩვენ ვერ შევძლებდით გვესაუბრა საქართველოს ბიუჯეტზე, ვერ შევძლებდით აღვნიშნა ის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელიც საშუალებადიან პერიოდშიც ჰქონდა და რომელიც მათ შორის 2025 წელს დაფიქსირდა და ვერ ვიმსჯელებდი თუ როგორი უნდა იყოს 2026 წლის საბიუჯეტო წელი, რომ არ ქონდეს ქვეყანაში ის მშვიდობიანი მდგომარეობა, რომელიც ისევ და ისევ ჩვენი ქართული ოცნების გუნდის დამსახურებით არის და მისი, რა თქმა უნდა, ხელმძღვანელობის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავრობის ჩართულობით და ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც იბრძვის ქვეყნისთვის პირდაპირ და გაატანითი მნიშვნელობით, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ყავს დაუძინებელი მეგობრები, რომლებიც ყოველდღიურად ცდილობენ ჩვენს ქვეყანაზე შეტევას სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა სახეობებით, სხვადასხვა ხერხების გამოყენებით და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ ყველაფერში პასპორტით და მოქალაქეობით ქართველები, მაგრამ არაფერი ქართულის არ შემცნობი და არ მსურველი და არ გამგები ადამიანებიც ხელს უწყობენ, მათ შორის დანაშაულებზეც არიან წამსვლელები ხოლმე ხშირ შემთხვევებში და რაც ვნახეთ სულ რამდენიმე დღის
წინას რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია რომ იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტი, იზრდება განსაკუთრებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში შეგვიძლია ვთქვათ რომ მისასალმებელია, როდესაც ზრდა არის იუსტიციის სამინისტროსთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს ფარგლებში და კიდევ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა რომ უკვე მეორე შემოსვლის და საბოლოო შემოსვლის დროს ვიმსჯელოთ და მათ შორის მივიღოთ ისეთი შედეგი, რომ ზრდა, რომელიც აისახება ბიუჯეტში, იყოს თანაბრად განაწილებული ყველა იმ საჭიროებზე, რომელიც დგას თითოეული სამინისტროს წინაშე და ეს სამინისტროს წინაშე უბრალოდ თანხების განაწილება არ არის, ამ ყველაფრის უკან რა თქმა უნდა დგას ადამიანის საჭიროებზე ორიენტირებული პოლიტიკიდან გამომდინარე მთელი რიგი პროექტებისა და პროგრამების დაგეგმარება შესაბამისად. კიდევ ერთხელ მადლობა იმ ადამიანებს თითოეულ იმ პირს, რომელიც ჩართულია ბიუჯეტის ფორმირებაში და იბრძვის იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში დიახაც იყოს სიმშვიდე. კოლეგებო, კითხვა მოსაზრებები თუ არ არის, მაშინ მადლობა და გიორგი. მადლობა და შემდეგ უკვე გავაგზავნოთ სხვა საკითხებიც. ჩვენ შეგვიძლია რომ კენჭის ხაზზე დავაყენოთ აღნიშნული საკითხი, ვინ არის მომხრე? დიდი მადლობა. ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის წევრებს ვთხოვთ, კენჭი უყაროთ, ვინ არის მომხრე, დადებითად შევაფასოთ აღნიშნული დოკუმენტი. დიდი მადლობა. ადამიანის უფლებების კომიტეტის ხმა ამით დასრულებული. კოლეგებო, ჩვენ შესაბამისად გავაგზავნოთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხმა ჩვენი საკითხებით.